ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი შეიძლება იყვნენ აინფიცირებულები, ამბობენ, რომ გავიგომე, რომ აინფიცირებული ვარ, მე დღეს ვერ მოხვდები, იმიტომ რომ არ არსებობს ამისთვის რაღაცა გარკვეული მკურნალობა, მე ვიქნები დახდასმული ადამიანი, ჩემი ინფორმაციას ყველა გაიგებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. როგორც აღნიშნე, ადამიანი, რომელიც დაიწყოს მკურნალობას მის სიცოცხლეს, არა მარტო ხანგრძლივობა, მისი სიცოცხლის ხარისხიც აბსოლუტურად ძალიან ესეთი არის ნორმალური და კარგი არის და გარდა ამისა დაუშვათ იმას აბსოლუტურად უფასო აქვს ეს მომსახურება, სამედიცინო მომსახურება და არსად ამ ინფორმაციას ეს არის კაცრად კონფიდენციალური ინფორმაცია და მხოლოდ და მხოლოდ მას ვისაც უნდა თვითონ ვისაც გაუმხელს ამ თავის სტატუსს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ უთხრას ეს სტატუსი. დანარჩენი გამჟღავნება ამ ინფორმაციის არსად არ ხდება. აბსოლუტურად კონფიდენციალური. და პრინციპში ყოველდღიურ რუტინასაც არსებითად არ ცვლის, ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა. არა, ეს ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ და დიან სამსახურში ოჯახებს ქმნიან ყველაფერი, იცით. დღესდღეობით აბსოლუტურად შეცვლილი არის აივთან მიდგომა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაფრით არ განსხვავდებიან ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ მათ უწევთ რაღაცა გარკვეული აბების მიღება ყოველდღიურად. აი, ეს არის მათში სხვაობა.